გამარჯობათ. დღევანდელ ამბავს ქვია ოკუპაცია. როდესაც დამპყრობელი ქვეყანაში იჭრება ხოლმე, მოსახლეობა მაშინვე იყოფა რამდენიმე ნაწილად, ზოგი მოხალისეთა რიგებში ეწერება და მზად არის თავისი სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწიროს. ზოგი გარბის ქვეყნიდან, ზოგი რჩება და ცდილობს დამპყრობელთან რაღაცნაირად ურთიერთობა დაალაგოს. ზუსტად იგივე მოხდა ნამდვილ ოკუპანტთან, ეშმაკთან დაკავშირებით. ეს სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ადამიანისთვის იყო შექმნილი. ეშმაკმა ადამიანის დამარცხებით მიიტაცა და ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რაც ადრე არ შეეძლო. ჩვენ ადამიანები, გვინდა თუ არ გვინდა, გავაკეთებთ ამ არჩევანს, ან შევეწინააღმდეგებით დამპყრობელს, ან დავიწყებთ კოლაბორანტობას, თანამშრომლობას. ერთმა ადამიანმა პირდაპირ მითხრა, მეო ეშმაკსო ვერ მოვერევიო, ამიტომ რაღაცნაირად ურთიერთობა უნდა დავალაგო. ამოგონორ ადამიანს ღმერთი არ ახსოვდა. თქვენ შეგიძლიათ თქვენი უცოდველი ცხოვრებით, თქვენი ლამაზი ცხოვრებით, ეშმაკს ყოველ დღე წინააღმდეგობას უწევდეთ. თქვენ შეგიძლიათ გაიქცეთ ქვეყნიდან, ანუ ჩაიკეტოთ საკუთარ ცხოვრებაში და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით იყოთ დაკავებულები. დამპყრობელი როცა ქვეყანას აიღებდა, აწესებდა ხოლმე გადასახადებს, დახარკავდა მოსახლეობას. ზუსტად იგივე ხდება დღეს დედამიწაზე. ეშმაკს დახარკული ყავს კაცობრიობა. ცოდვით. ვიღაცა უნდა სვავდეს, ვიღაცა უნდა იგინებოდეს, ვიღაცა სიძულვილს და მზაკრობას უნდა თესავდეს გარშემო. და ამით ხელს უნდა უწყობდეს ეშმაკის სამეფოს სიმტკიცეს, რომ თითქოს სიკეთე აღარ არის, რომ ყველა გაბოროტდა. ამიტომ დიდი სტიმული ექნებათ ხოლმე სიკეთის მიმართ მიდრეკილ ადამიანებს, რომ ისინიც გაბოროტდნენ. მე არ დამავიწყდება 17 წლისამ პირველად ვნახე ნორმალური ადამიანი, 7 თავმდაბალი, სიყვარულიანი, მადლმოსილი, რა ცვლილებები გამოიწვია მან ჩემში. თქვენ იყავით ისეთი მაგალითი, რომლისაგანაც სწავლა შეიძლება. ღმერთმა გაგახაროთ.